გორის მუნიციპალიტეტში სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით სიახლეა. იქმნება მობილური ჯგუფები, რომელთა მთავარი მიზანი იქნება მოიარონ სოფლები და აღწერნულ ყველა ის მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, რომელიც დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის იქნება მნიშვნელოვანი. ტურისტულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამ კუთხით თანამშრომლობენ საჯარო სკოლებთან, სადაც შექმნილია მოსწავლეთა ტურისტული კლუბები. დავიწყეთ და ეხლა თვის ბოლოს უკვე დავამტკიცებთ ჯგუფებს, მობილურ ჯგუფებს და დადგა დრო, რომ ჩვენ სოფლის ტურიზმს მეტი ყურადღება მივაქციოთ. ძირითადად ატენის ხეობა და გორის მუნიციპალიტეტს ვამბობთ, მაგრამ გორის მუნიციპალიტეტში შედის საკმაოდ ბევრი სოფელი, სადაც უამრავი ტურისტული პოტენციალი გვაქვს და ეს პოტენციალი უნდა წარმოვაჩინოთ. და განსაკუთრებით კიდე ჩვენ შევქმნით, რომ მომავალთაობა აქტიურად ჩაგვერთოთ ტურიზმის განვითარებაში, სკოლებში გვაქვს შექმნილი მოსწავლეთა ტურისტული კლუბები და ეს ბავშვები აქტიურად არიან ჩართული ტურიზმის საქმიანობაში. წელს ანგარიშებიც ჩაგვაბარეს წლიური შარშანდელი მუშაობის და წელსაც აქტიურად ჩართობენ. აი ამ ბავშვების მეშვეობით, თვითონ მოსახლეობის მეშვეობით გვინდა რომ სოფლის ტურიზმი განვითარდეს. სოფელში არის ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი სოფელი, სადაც ძალიან საინტერესოა მართლა ტურისტული კუთხით. ამიტომ გვინდა რომ ეს განვითარდეს და შევქმნით ჯგუფები და ყველა მუნიციპალური ერთეულების მიხედვით ჩემი თანამშრომელთა ჯგუფები სპეციალური კითხვარის მიხედვით ივლიან სოფლებში და ადგილზე შეისწავლიან სად გაიხსნა ახალი საოჯახო სასტუმრო, ღვინის მარანი, სად არის ტურისტული კარგი ობიექტები, ტურისტებისთვის ხელსაყრელი ინფრასტრუქტურა, აგროტურიზმის კუთხით, თუ არის ასეთი საოჯახო სასტუმროები, სადაც შეიძლება ტურისტმა მოისვენოს და ღვინის მარნები, გარდა ამისა, ხალხური რეწვის ოსტატები არიან სოფელში, ვინც წყინვალეთ აკეთებენ, აი ზოგი ყინაზე მუშაობს, ზოგი ხეზე მუშაობს, ზოგი ინსტრუმენტებს ამზადებს, რომელიც არ ვიცით ჩვენ. ეს ტურისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი ამ ფაქტორებზე უნდა ვიმუშაოთ ახლა, ეს წარმოვაჩინოთ ყველაფერი, შევისწავლოთ და მთლიანობაში დაუდევთ ტურისტულ კომპანიებს წინ და კი ბატონო, მიბრძანთ და ნახეთ.